გამარჯობათ მეგობრებო. მოგხსოვილი გვაქვს წინდის წვერი და როგორ მოგხსოვოთ წინდის წვერი, ვისაც გაინტერესებთ, აი ახლა აქ სადაც ხართ ამ ვიდეოებში ჩაყევით და ძალიან ბევრი არის გვაქვს ჩაწერილი წინდის ქსოვაზე, წინდის წვერზე, ტერფზე, ქუსლზე, ყველა თემაზე. ახლა ჩვენ გავაგრძელოთ ტერფის ქსოვა და რამდენიმე სქემა ვეცადოთ კიდე რომ მოვხსოვოთ. ადვილი, დავიწყოთ ადვილი. მე ავიღებ ახლა ღია ფერს, თეთრს, რადგან ამ მუქ ფერზე რთულად ჩანს და ამიტომ ისე საერთოდ ძირითადად ქსოვეთ მუქ ფერებზე შეახამოთ სქემები და ფერები უფრო ლამაზი გამოდის წინდა საერთოდ რომ იცოდეთ. აი ახლა ამ წინდას ეს შავზეა მოგხსოვილი და ფერები რა თქმა უნდა ჩანდეს და ნათელი ფერები უნდა შეურჩიო, მაგრამ ძალიან ლამაზი გამოდის, ბევრად ლამაზი ვიდრე თეთრზე და სხვა ფერზე. და საერთოდ როცა ღია ფერებში ქსოვთ, გინდათ რომ მოგხსოვოთ წინდა, ქუსლი, წვერი, ქუსლი, რეზინა მოაქვსოვეთ ყოველთვის შავი ფერით, მუქი ფერით. ისაც კი ლამაზად და ეფექტურად გამოაჩენს წინდას. ერთი სიტყვით მე ვიწყებ ახლა ქსოვას და რას ვქსოვ. აი ეს სქემა მინდა ადვილია ძალიან, ადვილი სქემა და ვფიქრობ რომ არ გაგეჭირდებათ, რადგან ხვდები რომ დამწყებებს რა თქმა უნდა დამწყებზე ვსაუბრობ რომ უჭირს ქსოვა. ვერაფრით ვერ ავაწყვეო, დავთვალე კიდეცო, გადავიტანე კიდეცო, გადმოვიტანე კიდეცო და როგორც თქვენ გსოვთო სქემა ვერ ავაწყვეო. არაუშავს, შემდეგ და შემდეგ გამოგივა. ეცადეთ, მთავარია დაიწყოთ, ხელს მიაჩვევთ ყველაფერს, წინდის ქსოვას, ჩხირებს, ფერებს, თვლებზე როგორ გადადის და გადმოდის სქემა, ფერები როგორ იცვლება, ყველაფერს შეაჩვევთ თვალს და ხელს. თავიდან არაფერი არ გამოდის, მაგრამ ყოველთვის ვამბობ, რაც ერთ ადამიანს გაუკეთებია, ეს სხვასაც შეუძლია რომ გააკეთოს. მე ვიწყებ ახლა თეთრ ფონზე მინდა ეს სქემები, რაც არის აგერ მოვხსოვო, რომ თვალსაჩინო იყოს და გაგიადვილდეს აღქმა და გადატანა შემდეგ. ორი რიგი უნდა მოვხსოვო ახლა ეს თეთრი და შემდეგ დავიწყებთ სქემას. ყოველთვის შეურჩიეთ ძაფები ერთად როცა გსოვთ, ორი ძაფით როცა გსოვთ, სხვადასხვა ძაფებით როცა გსოვთ, შეიძლება ერთი ძაფით გსოვდე, მაგრამ მოვხსოვეთ ჩვენ ვარდისფერი წინდა, მხოლოდ ზოლები გავუკეთეთ, ისე დავაჭერელეთ, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ ძაფები იყოს ერთი სისქის, ერთნაირი ნომერი თუ რა ვიცი როგორც არის. ძალიან პატარა ვიყავი, მე რო დავიწყე ქსოვა და დედა მასწავლიდა.
თვლები როგორ მომეყვანა, წაღმარა იყო, უკუღმარა იყო, არაფერი არ ვიცით, თავისთავად ადამიანებმა, ხო? ახალ საქმეს და ახალ რამეს როცა ვიწყებთ, არაფერი არ ვიცით და ვსწავლობ. და თვლების ამოყვანა ძლივს რო ვისწავლე, მოიდა დეიდა ჩემი, მოვიდა ჩვენთან სახლში დეიდა ჩემი და რო დამინახა რაღაცას ვეჯახირებოდი და თვლებს ვხსოვდი, გავდიოდი და სულ წაღმავხსოვდი, ავიღებდი 10 თვალს და მოbrunდებოდი, წაღმავხსოვდი, მეbrunდებოდი, წაღმავხსოვდი და დამიწყო ჟაკეტი. ეს ჟაკეტიო მითხრა ისა, მაინც ხო გსოვოდა, მოიქსოვეო შენი ზომა იქნებაო თვლები, აი, ისე შემეშინდა იმდენი თვალი რო დავინახე, რომ სუდამავიწყო და გსოვა. ბევრი თვლები რო იყო, ახლა წარმოიდგინეთ, ჟაკეტის თვლები და 10 თვალის ამოყვანა ძლივს ვიცოდი და ისაც გადავაგდე, რასაც ვგსოვდი. ახლა რას ვაკეთებთ, ნახეთ, მე მოვგსოვე 2 რიგი თეთრი და ახლა დავიწყებ სხვა ფერით. ახლა ეს სქემა რო გაგიადვილდეს და აღიქვათ აქ რა არის. აი ეს მოვგსოვე მე ახლა 2 რიგი. აი ეს თითო უჯრა არის 1 რიგი, 1 ხაზი არის 1 რიგი, 1 ხაზი არის 1 რიგი. ეს თითო უჯრაში თითო ეს ჯვრებია თუ რაც არის, თითო თვალია. ყველა უჯრა არის თითო თვალი. ახლა მე ვგსოვ თეთრ ფონზე და აქაც თეთრ ფონზე არის სქემა დახატული, ხო? ამიტომ უფრო ადვილი იქნება თქვენთვის გასაგებად. ეს 2 რიგი მოვგსოვე თეთრი. ახლა ავიღებ მე სხვა ფერს, ჩავამატებ და დავიწყებ აი ამ თვლების ჩასმას ამ თეთრ ფონზე. რა ვიცი, აბა. მე მგონი გასაგებად. ასე ახლა ვიდეოებით რამდენად არა რთული რა, ახლა რაღაცა როა იწყება ადამიანი და აკეთებ ხო ბოლოს და ბოლოს ასე მოვიდა ეს ცხოვრება რა ვქნათ ახლა. როცა ახლოს ხარ ადამიანთან უფრო ადვილია, ხო, ასე ცოტა. მაგრამ ვისაც აქვს სურვილი და უნდა რომ ეს ისწავლოს და გააკეთოს, ეს არის ერთგვარი გაუშვა, ასე ვთქვათ, ხელოვნება, ხო? უნდა მიგეწოდებოდეს ხელი, რომ რაღაცა დაიწყო და გააკეთო, ამიტომ ვცდილობ აი ასე რაღაცნაირად მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია. ახლა იასამნის ფერით ვიწყებ მე ამ სხვადასხვა ფერის თვლების ჩასმას. ჩავაბათ ახალი ძაფი, სხვა ფერის ძაფი, აი ასე. თქვენ სადაც გაგიადვილდებათ, სადაც არა, აქვე, სადმე შეგიძლიათ აქ ჩამოანაშკოთ. თუ არა, აი ასე დაამაგრეთ, როგორც მე ვაკეთებ. მოვგსოვე 2 თვალი თეთრი. აი მივყვეთ ახლა როგორც აქ არის. აი აქ არის დასაწყისი და საზღვარი, ასე ვთქვათ. აი წინდის კუთხე ნაპირი რაც არის. მოვგსოვე 2 თვალი თეთრი
ახლა ის სხვა ფერი როა მოვგსოვ მეც სხვა ფერს. შუაში კიდევ სხვა ფერია, ამ ფერი, ხო რა ფერითაც ვგსოვ. ფონი რაც არის. ამოვიყვან ერთს. ერთი უჯერა, ერთი თვალია. ერთი ეს იყო, ერთი ეს იყო, ერთი ახლა ისევ ეს არის, ესენი ხო ერთი ფერია, ხო? ისევ აი ამ ფერით. აი ეს გავაკეთე ახლა მე აქ. ახლა მოგსოვ 1 2 3 თვალი თეთრი 1 2 3 თვალი თეთრი და ვიწყებ თავიდან 1 თვალი შემდეგ ისევ 1 თეთრი და შემდეგ ისევ 1 თვალი ამ ფერით. რაც ახლა ჭხირზეა, ზუსტად იგივე ხატია, აი აქ ასე რომ ვთქვათ, ახლა სულ ისე ჯვენებურად გასაგებად, ხო? 2 თეთრი, მერე მოყევი ეს, აი მიყვევი, ეს ერთი რიგია, შეროქსო ახლა ჭხირზე ამთულებს ამ რიგს, აი ერთ ხაზზე გამოყვები და სულ გაიმეორებ, შემდეგ სულ იგივეს იმეორებ და იმეორებ 3 თვალი, შემდეგ იწყებ ისევ ამას. ახლა ისევ 3 თვალს მოვგსოვ თეთრს. ერთი, 2, 3. ახლა ისევ ამ თვალს მოვგსოვ. შემდეგი, აი აქ ვარ. ისევ თეთრს მოვგსოვ, ისევ ამ თვალს მოვგსოვ. აქ რაც გიწერია, ზუსტად იგივე გადმოგაქვს აქ. 3 თვალი ისევ თეთრი და სულ ერთი და იგივეს იმეორებ. ვიწყებ ისევ 1 1 1 ისევ 3 თვალი. ახლა თავიდან რა იგივეს ვიმეორებთ. 1 1 1 3 თვალი თეთრი. მოხვედი აქ და ახლა არ იცი რა ქნა. ყოველი 3 თვალი თეთრი, შემდეგ ეს არის. ყოველი 3 თვალი თეთრი ეს არის. და ისევ თავიდან დაიწყო 3 თვალი თეთრი ეს არის, 3 თვალი თეთრი ეს არის. ამ სქემას იმეორებ სულ. გინდა ისევ აქედან წამოდი თუ გაგიძნელდა რომ როგორ გააგრძელოდა რა ქნა. თუ არა და აქ უკვე იცი, ხო, ეხლა სადაც ამდენი მოგხსოვე რომ აქამდე გამოხვედი, უკვე 3 თვალი თეთრი 1 1 1 3 თვალი თეთრი მოგხსოვოთ. უკაცრავად 1 2 და 3. ახლა ისევ გავიმეორებ 1 1 1 ისევ 3 თვალი. ერთი, ერთი, ერთი. მოვედით უკვე რიგი დამთავრდა, მთლიანად ჩვენ პირველ რიგზე სქემა ავაწყებ. მოდი აქ სანიშნი დავამაგროთ, რომ გასაგები იყოს და არ გაგიჭირდეს სად რა ხდება იმისი აღქმა. აი ასე აქედან გეწოდინება ეს არის დასაწყისი ახალ რიგს ვიწყებთ სქემის ახალ უნდა გადმოვიტანოთ კიდე
სხვა ნახატი და ეს დამთავრდა აქ. მეორე რიგი, აი ეს რიგი მოვგსოვეთ, მოვედით ისევ აქ, ჩვენ ხო ირგვლივ ვგსოვთ წინდას, ისევ აქ ვართ, ისევ აქ. ორი თეთრი ხო მოვგსოვე მე თავიდან აქ, ხო? ახლა ნახე, დათვალე, 1, 2, 3 მოგგსოვეო ახლა, შემდეგ ზემოთ. 1, 2, 3. აქ გეუბნება 3 მოგგსოვეო, მეც 3-ს ვგსოვ. ეს უნდა გადმოვიდეს აქ და ეს ფერი უნდა დაიკარგოს, თვალი არა, ფერი უნდა დაიკარგოს და თეთრი უნდა მოგგსოვო. სამაგიეროდ ნახე, აქ რო 2-ს ვგსოვდით ჩვენ, ახლა ზემოდან ერთი ფერი მოგგსოვე ამათიო, ერთი თვალი მოგგსოვეო, მხოლოდ. შუაში ხო იყო თეთრი ერთი. ახლა ამ ფერს მოვგსოვ აქ. და გავაგრძელებ. შემდეგ ეს დასაწყისი იყო და იმიტომ იყო აქ 3 თვალი. ამის იქით არაფერი არ არის, ვიწყებთ თავიდან. ახლა ნახე რა ხდება აქ. ეს ერთი ხო მოვგსოვე მე, ერთი თვალი. 1, 2, 3, 4 და 5 რიგი, 5 თვალი უკაცრავად, 5 თვალი უნდა მოვგსოვო თეთრი და შემდეგ ისევ ამათი აი აქ შუაში ზემოთ დავსვა ამათი ფერი. ეს 2 აქ დაიკარგება, თეთრი მოიგსოვება, რახან თეთრზე ვგსოვთ და ერთი თვალი ამათ შუა ზემოთ დარჩება მხოლოდ ამათი ფერი. გავაგრძელოთ. 2, 3, 4, 5. ერთი თვალი მოგგსოვეო მხოლოდ და ისევ ვიწყებთ თავიდან. ერთი თვალი ხო მოგგსოვე ახლა, აი ეს. ესენი თეთრია, აღარ არის ფერები. შემდეგ 1, 2, 3, 4, 5 თეთრი და ისევ ეს თვალი აუცილებლად აქ მოხვდება, თუ შენ სადმე რამე შეცდომით არ მოგგსოვე. 1, 2, 3, 4, 5 თვალი თეთრი და ეს თვალი ისევ ამათ შუა ზემოთ მოხვდება, თუ სწორად გსოვ და თვლები არ შეგეშალა. და გავაგრძელოთ. ერთი, 2 თეთრი მაქვს ამის შემდეგ მოგგსოვილი. 3, 4, 5. აი, აუცილებლად აქ იქნება ეს თვალი. ვერსად ვერ წავა სხვაგან, თავარია შენ ზუსტად კარგად დათვალო და ისე მოგგსოვ. 1, 2, 3, 4, 5. ერთი თვალი ამ ფერით. 1, 2 ვაგრძელებთ. ყოველი 5 თეთრი თვალის შემდეგ ვტოვებთ ერთ თვალს სხვა ფერს. 1, 2, 3, 4, 5. აუცილებლად მათ შორის მოხვდება ზემოთ ეს ფერი. 1, 2, 3, 4, 5. აი, აუცილებლად აქ იქნება, სხვაგან არის. აი, ვგსოვთ ახლა ზუსტად ამ ფორმას, რაც აქ არის ნახატში. მეორე რიგს ვგსოვთ სქემის. აი, ეს თვალი აუცილებლად აქ იქნება. თვითონ ეს ფერები ქვედა რიგიდან ისევ თეთრი იქსოვება
და შუაში ზემოთ დასვამ ამ ფერს. გამოგივა ის, რაც სქემაზე გაქვს ნახატი. ორი, 4, 5 და აუცილებლად აქ იქნება კიდევ ერთი თვალი ეს. ახლა ნახე, მე ეს ძაფი აღარ მინდა, დავტოვებ. რადგან და რატო ვტოვებ? ნახე, სქემის წაკითხვა უნდა ვისწავლოთ პირველ რიგში. აი აქედან ეს ხომ მოვგზოვეთ ახლა ჩვენ, ეს რიგი მოვგზოვეთ 1 1 1 ყოველი 5 თვალის შემდეგ. შემდეგო ნახე, ერთი რიგი, მეორე რიგი, ეს ხო თითო რიგია. უნდა მოვგზოვოთ რაც გვაქვს ფონი, რა ფერზეც ვგზოვთ. ჩვენ შემთხვევაში თეთრზე ვგზოვთ, როგორც არის აქ თეთრზე, ხო? ამიტომ ეს რიგი და ეს რიგი, ორი რიგი ახლა სქემის შემდეგ, რაც მოვგზოვოთ ისევ თეთრი, როგორც აქ. ეს ძაფი, რაც აღარ გჭირდება და დარჩა აქ, აუცილებლად ჩაამაგრე და ისე დატოვე. რახან წინდას გვსოვთ, ესე იგი უკვე თვლების ამოყვანა და შემოგსოვა ვიცით. აი გამოგვივიდა ის სქემა, რაც არის ნახატს. და შემოვგზოვოთ ორი რიგი და ისევ აქ მოვალთ. მოვგზოვეთ ორი რიგი თეთრი, როგორც სქემაზე გვაქვს ნაჩვენები. იწყება იგივე სქემა, მაგრამ გადანაცვლებით, აი აქ და არა აქ. აი აქ. ახლა იგივე სქემას მე ეს ხო ერთი ფერი. რა ფერსაც გინდა აირჩევთ. ახლა ამ სქემას მე მოვგზოვ მეორე ფერით. სხვა ფერით მოვგზოვ. თქვენ შეგიძლიათ იგივე ფერი იმეოროთ. მე უბრალოდ ახლა რაღაცას ვაწყობ, ასე ვთქვათ, რა ჩემი გადმოსახედიდან. რა გამოვა ბოლოს ვნახოთ. ვამატებთ ფერს, რადგან ვიწყებთ ახალ სქემას. იგივეს ახალი სხვა ძაფით უფრო სწორად. ახლა აქ ცოტა დავხაზე და დავკარგეთ უჯრები. ეს ისევ ასე მიდის, სულ აი ეს არის დასაწყისი ამის. და ყოველთვის ამ დასაწყისიდან აი ეს. ამას ვხაზავ ახლა მე აქ. წინდის გვერდს, ნაპირს, კუთხეს დასაწყისი რიგის და მოვა აქ დასასრული იქნება. ამიტომ ყოველთვის მანდედან იწყებ თვლების ათვლას. 1 2 3 4 5 თვალიო მოგსოვეო თეთრი. მეც ასე მოვგზო. 1 2 3 4 5 2 4 5 თვალი მოვგზოვე, ხო თეთრი. შემდეგ ნახე, ერთი თვალი ახალი სხვა ფერი დაამატეო, ერთი თვალი ისევ თეთრი მოგსოვეო, შემდეგ ერთი თვალი ისევ ამ ფერის მოგსოვეო.
ეს სქემა უკვე ნაცნობია, ჩვენ წეღან მოვგზავნეთ, ხო? 1 1 1 აი ასე. ხო არის იგივე აქ, ხო? თავიდან აი აქ ნაპირიდან როცა იწყებ რიგს და ზუსტად გადმოთვლი თვლებს, მოხვდები ზუსტად იქ, სადაც უნდა მოგხსოვო აუცილებლად. იმის იქით ვერ წახვალ ვერსად. თუ თავიდან სწორად დაიწყე, კარგად მოგხსოვე, ეს აქ მოხვდებოდა აუცილებლად, რადგან პირველი სქემის ქსოვისას 2 თვალი გადავთვალე და მერე დავიწყეთ სქემა. ახლა 1 2 3 4 5 თვალი მოვგზავნეთ თეთრი გადავთვალეთ და შემდეგ ვიწყებთ სქემას. ამიტომ ყველა ვარიანტში ეს სქემა აქ მოხვდება ამათ შორის, აი ასე. აი ასე და არა სადღაც აქ და ასე შემდეგ. ყველა სხვა აქვს თავისი ადგილი, ხო? ვიწყებ ახლა, ვაგრძელებ 1 2 3 4 და 5. სადაც არ უნდა იყო გადახვალ ჭირზე გადმოხვალ ქსოვ 5 თვალი ბოდიში მაპატიეთ, ნახეთ რა ვქენი ახლა მე 5 თვალი გადავთვალი. აი დასაწყისიდან როგორც იყო, ასე მივყევი და არ გავითვალისწინე. აი რამდენი დაკვირვება ჭირდება. მეც მეშლება, ხედავთ? მე ხო დაზღვეული არა ვარ არაფრისგან, არა? 3 თვალი უკაცრავად. 1 2 3, ამიტომ სულ სქემას უნდა დააკვირდე და სულ უნდა თვალო. ეს იყო 5 და არა შემდეგ და შემდეგ. ეს სქემა მოვგზავნეთ. 1 2 3 თვალი, მოვგზავნე 3 თვალი, შემდეგ 1 თვალი დაამატეო სხვა ფერი, იგივე ფერი, სხვა ფერი, ეს 3 თვალიც მოვგზავნოთ ახლა ჩვენ. ეს აი აქ თავდება ეს ჭხირი. ეს და ეს. აი როგორც გვაქვს სქემა, მოვგზავნე. შემდეგ 1 2 3 თვალი მოვგზავნოთ ისევ თეთრი და აღარ შეგვეშალოს. 1 2 3 თვალი თეთრი. 1 1 1 3 თვალი თეთრი. 1 და გადმოვდივართ აქეთ. 1 1 3 თვალი თეთრი. 1 1 1. ეს არის პირველი რიგი ამ სქემის და ვგზავნთ ახლა სხვა ფერში. ესაა სხვაობა, ხო? აი ეს, როგორც აქ მოვგზავნეთ. 3 თვალი თეთრი, დავიზეპირეთ მე მგონი, ხო? 1 1 1. აი ასე. ისევ 3 თვალი თეთრი. მთლიან რიგზე ვიმეორებთ 1 და იგივეს. ის 1 თავიდან რო იწყებ, ამას იმეორებ და იმეორებ სულ პირველ რიგზე. 3 თვალი თეთრი. აქ 1 და ეს რიგი, პირველი რიგი დამთავრდა. აი აქ დასაწყისიდან, საიდანაც გაქვს სქემა მოცემული, შენ იწყებ აქედან ქსოვას. როცა მოხვალ რიგი მთლიანად დამთავრდა, მოგხსოვე და მოხვედი აქ როგორც მოხვდება სქემა, თვლები, ბოლო თვლები, ისე მოგხსოვ. ვერც თვალს დაამატებ, ვერც თვალს დააკლებ, ეს არის წინდა, რომელიც ზუსტად გაქვს განსაზღვრული თვლები
და აქ ვერაფერს ვერ შეცვლი. არეცადო სქემა თუ აიწყო თავისით ახლა თვლები როგორც არის ძალიან კარგი. თუ არა მოხვედი აი ეს რიგი მოგსოვე მოხვედი ბოლოში როგორც დარჩება და მოხვდება თვლები ისე დარჩება. შემდეგი რიგი. ახლა ნახე. ეს მოგხსოვეთ ხო ჩვენ ახლა 1 2 3 4 5 6 თვალი თეთრი მოგხსოვეო და 1. ამიტომ აქ ყოველთვის გექნება განსხვავებული და თვლების ცვლილება სხვადასხვა რაოდენობის, აქ კი სხვადასხვა. შემდეგ 1 2 3 4 5 და 1 თვალი 1 2 3 4 5 და 1 თვალი და ასე შემდეგ ვიმეორებთ. დასაწყისში გვექნება 1 2 3 4 5 6. მოვხსოვე 6 თვალი და აი თუ სწორად მაქვს აწყობილი თვლები და ვხსოვ კარგად, აი ზუსტად აქ მოხდება ახლა ეს ფერი. და ვაგრძელებ 1 2 3 4 5 ძალიან არ მოჭიმო ეს ზაფები რომ ერთმანეთს არ გამოწიოს და შემდეგ ნაქსოვი ძალიან შევიწროვდება, როცა ორი ძაფით გსოვთ, ყურადღებით გსოვეთ, რომ აი ეს როცა გსოვ, აი ეს დარჩენილი ძაფი რომ მოგაქვს აქეთ, არ მოჭიმო ძალიან. 5 აუცილებლად აქ იქნება ეს. და ვაგრძელებთ 2 3 4 5 ერთი თვალი ეს იქნება. ვხსოვთ, აი სქემის მეორე რიგს, აი ამას მოვყვებით. 5 თეთრი, 1 ეს ფერია, როგორც არის აქ ნახატი. 1 2 3 4 5 ეს აქ იქნება აუცილებლად. 1 2 3 4 5 და ერთი თვალი აუცილებლად აქ იქნება. ოთხი, ხუთი. და ეს თვალი აქ იქნება ამ ფერში. 1 2 3 4 5 ეს თვალი აქ იქნება. 1 2 3 4 5 აქ სქემა დამთავრდა, რიგიც დამთავრდა. და აი ეს გამოგვივიდა, რაც გამოგვივიდა. ახლა მე ზაფი აღარ მჭირდება, შენ თუ სულ ერთი ზაფით მოგხსოვ, ერთი ფერით ამ სქემებს, შეგიძლია არ მოაჭრა ეს ზაფი და ორი რიგს რომ მოგხსოვ, შემდეგ გააგრძელო და გააგრძელო. მე ვცვლი ხო ფერებს, ამიტომ ეს ზაფი მე აღარ მჭირდება. სქემები და ფერები, დიზაინი, ასე ვთქვათ, ჩვენი არჩევანია, ხო?
ეს ძაფი აუცილებლად აქ უნდა დავამაგროთ, რაც მოვჭერით და აღარ გვჭირდება. აი ასე. რას ვაკეთებ ახლა? მოვხსოვე მე ეს რიგი და აქ სქემა დამთავრდა. ახლა ნახე 1, 2 რიგი კიდე უნდა მოვხსოვო. აი ეს 2 რიგი, ისევ უნდა მოვხსოვო მე თეთრი. ყველა სქემებს შუა არის 2 რიგი და მე ვხსოვ თეთრ ფონზე, ამიტომ ამ 2 რიგსაც ვხსოვ თეთრით. მოვხსოვოთ 2 რიგი და ისევ აქ მოვალთ. მოვხსოვეთ 2 რიგი, ჩვეულებრივი ძირითადი ფერი, რაც არის თეთრი ამ შემთხვევაში და მე ვამატებ ახალ ფერს. წეღანაც ვთქვი, თქვენ შეგიძლიათ სულ ერთ ფერში გსოვოთ სქემები. აი ასე. დავუბრუნდეთ სქემას. აი 2 რიგი მოვხსოვე, ხო ვართ აი აქ. ეს არის ნაპირი და ვითვლით თვლებს 1, 2 თვალი მოვხსოვოთო თეთრი. შემდეგ იწყება სქემა, რომელსაც უკვე ჩვენ მეორე და მესამედ ვხსოვთ ახლა. 2 თვალი მოვხსოვოთო თეთრი. შემდეგ 1, 1, 1. აი როგორც აქ არის, ხო? 2 თვალი მოვხსოვე თეთრი, 1, 1, 1. მოვხსოვე ეს სქემა. შემდეგ 1, 2, 3 თეთრი მოვხსოვოთ. სამი თეთრი მოვხსოვოთ. აი ახლა დააკვირდით რა მინდა გითხრათ. ეს ხო აქ მოვხსოვეთ ჩვენ როგორც ვითვლით თვლებს, აქ მოხვდა. შემდეგ მეორე სქემა რო დავიწყეთ, აქ მოხვდა. ამათ შორის აქ. ახლა ამ სქემას რო ვიწყებთ, აქ არის. აი აქ. ამის ხაზზეა, ამის თვლებზე აყოლება, აი აქ. და საერთო ჯამში შემდეგ ნახეთ რა გამოდის, ეს და ეს რო აქ არის, შუაში ეს აქ არის, ეს თუ აქ არის, აქეთ იქით ეს არის და ასე გრძელდება, გამოდის აი ასეთი მერე. ამიტომ თავიდანვე ყველა თვალი უნდა დავითვალოთ და ისე დავიწყოთ ამ ნაპირიდან, რომ ყველა რიგზე ქსოვისას სქემა მოხვდეს თავის ადგილას. ახლა მე მოვხსოვე 3 თვალი და ახლა ისევ ამ სქემას ვიმეორებ. ახლა სულ ასე ვიმეორებთ, ხო? 3 თეთრი, 1, 1, 1. 3 თეთრი, 1, 1, 1. შემდეგ ისევ 3 თეთრი, 1, 2, 3. 3 თეთრი, 1, 1, 1. 1, 2, 3 თეთრი. ძალიან ადვილი სქემაა 1, 1, 1. ბოლოს და ბოლოს თითო თვალი რო ჩავამატეთ ჩვენ წინა
ამის წინ რაც ვიდეოები ჩავწერეთ წინდებზე ქსოვის, აი აქ გვაქვს მოქსოვილი, ხო? უბრალოდ განსხვავება ისაა, რომ აი ეს გადატანილი და გადმოტანილია. მე მგონი, რომ ეს წინა ვიდეოებში ცოტა ვნახეთ უკვე და დავიწყეთ, როგორ ჩაგვესვა სხვადასხვა ფერის თვლები. 3, 1, 1, 1. სამი, 1, 1, 1. და მოვედით უკვე დამთავრდა რიგი, იწყება ახალი, აქ ვართ კუთხეში, აი აქ. და გადავდივართ შემდეგ რიგზე, აი შემდეგი რიგი ეს იქნება. თუ აქ 2 თეთრი მოგხსოვეთ და დავიწყეთ სქემა, ახლა გვეუბნება 1, 2, 3 მოგხსოვეო თეთრი და შემდეგ მოგხსოვეო ეს ფერი. 1, 2, 3 მოგხსოვეო თეთრი, 3 თვალი მოგხსოვე, ახლა ამ თვალს მოვხსოვ და ამ რიგს ვხსოვთ 1, 2, 3, 4, 5 თვალი მოგხსოვეო თეთრი და შემდეგ ისევ ეს თვალი დასვიო აქ. და თუ მე სქემა სწორად მაქვს მოგხსოვილი თვლები და თვლილი კარგად, აუცილებლად მოვხვდები იქ, სადაც ნახატი მიჩვენებს, ხო? 1, 2, 3, 4, 5 და აი აუცილებლად მოვხვდები აქ ამ 2 თვალს შუა ზემოთ რიგზე დავსვამ ამ ფერს, ამათ ფერს. ახლა ისე ვაგრძელებთ 1, 2, 3, 4, 5. 5 თეთრი, როგორც სქემაზეა და აუცილებლად ეს თვალი აქ მოხვდება, მე თუ სწორად მაქვს გათვლილი თვლები და კარგად ვხსოვ, ხო? 1, 2, 3, 4, 5 და აი აქ. აუცილებლად აქ. 2, 3, 4, 5. ესე იგი, კარგად ვხსოვ, ხო? ყველა თვალი თავის ადგილას იქსოვება. 1, 2, 3, 4, 5. ეს აქ იქნება აუცილებლად. 1, 2, 3, 4, 5. აი ამ თვლებს შორის იქსოვება ის ფერი ისევ. 1, 2, 3, 4. ორი, 4 და 5 და ეს თვალი აქ. 1 და 2. მე მოვხსოვე აი ეს რიგი, ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ სქემა დავამთავრე და მოვხსოვე, ხო? ეს ფერი აღარ მჭირდება. აი ასე. ახლა რა გვაქვს? ახლა თუ აქ ყველა სქემას შუა და შუა ვხსოვთ 2 რიგს, აქაც ასე გავაგრძელებთ, ხო? ზევით აღარ გვაქვს სქემა, მაგრამ ვიმეორებთ ახლა ამას. დამთავრდა სქემა 2 რიგი თეთრი, დამთავრდა სქემა 2 რიგი თეთრი, დამთავრდა სქემა 2 რიგი თეთრი და ვიწყებ თავიდან და თავიდან. იმეორებთ და იმეორებთ. არ დაიბნეთ შემდეგ რა გავაკეთო.
სადაც ხართ, იქიდან მოძებნეთ დასაწყისი იმ სქემას რო აქვს და გააგრძელეთ. მოგხსოვოთ 2 რიგი და მოვალთ ისევ აქ. აი ჩვენი ნაშრომი, მეგობრებო, ასეთი გამოვიდა. ეს სქემა, იმედია გააგრძელებთ ახლა. ეს წინდა. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში. წარმატებები, კარგად ბრძანდებოდეთ.